კარგი იყო ყველაფერი. წეგა რა გვეტყობოდა რომ გვაკლდა რომელიმე წამყვანი. არ ვიცი. მესინ გამოგიტყდები და გულში მაკლია ორივე. და გული წყდება რომ ლიკადადინა დღეს ჩვენთან ერთად არის. ნაურზი არ შეგვეტყო ხო? არც რაოდენობაზე ფიქა რაღა დაგინავ. კარგით, ყველაზე დიდი ზომის ტელეფონი, ადამიანები და შავი და ყვითელი თეთრი დროშებით. ჩვენ ახლა შემოგვირდება თეონა ბაღდავაძე, რომელიც მოგვიყვება გრანდიოზული სანახაობის შესახებ, რომელსაც ბილაინი გამართავს. მე მინდა რომ თეონა მოვიხმო უკვე ჩვენთან სტუდიაში. და თეონა გვეტყვის რას აპირებენ როდის როგორ რანაირად? რაღაცას ვიმზადებს ბილაინი. ის წიგში მოხვედრ რა ლაპარაკო. თეონა. თეონა თუ შემო. თეონა. გამარჯობა, გამარჯობა. ყვითელი და შავი. რა დამშვენებული თეონა. მოვბრძანდით, გამარჯობა, გამარჯობა. თუ შეიძლება ჩემი პირველი ცეკვის მასწავლებლას განსაკუთრებით მივესალმები. უნდა გამოვტყდე რომ არჩილი იყოს საყვარელი მასწავლებელი. მთელი ჩემი ჯგუფი არ მიესალმებოდა. აი აღარ მახსოვს, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხნის წინ იყო, მაგრამ ის მახსოვს რომ მის გაკვეთილს არავინ არ ვაცდენ. ანუ კარგი პედაგოგი. ძალიან კარგი პედაგოგია, მისი ერთი ნიჭის შესახებ მინდა კიდევ ძალიან დიდი მადლობა თეონა. ფანტასტიკური პედაგოგი. აი ასე გადაცემაზეც რო ვრცელდება ეს ყველაფერი ჩვენ გადაცემას რო იცი რა იქ წინა ბლოკის ამბავი გამოყვნე ჭერებასთან დაკავშირებით და შენ ის რა გვეთქვა არ შეიძლება. თორე ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი და მე უნდა გადავერთო პირდაპირ გინესის თემაზე. ესეთი მნიშვნელოვანი თემით ხარ მოსული თემაზე ასაუბროთ. ესე იგი გინესის წიგში მოსახულად არსებობს ორი გზა ხო როგორც იცი არსებული რეკორდის გაუმჯობესება ერთი და მეორე ახალი იდეა. თქვენ შემთხვევაში რა ხდება როგორ არის? ზოგადად დავიწყებ თვითონ იდეიდან, საიდან წამოვიდა ეს ყველაფერი. ძალიან მიხარია რომ დღევანდელ სტუმრებს ეხმაურება ჩვენი რეკორდი, იმიტომ რომ ესეც ერთგვარი საშუალება რომ საქართველოს შესახებ ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიგოს და როგორ. ბილაინი არის მე-6 ოპერატორის სიდიდით აბონენტების ბაზის მხრივ 168 მილიონ ადამიანზეა საუბარი, სადაც საქართველოს წილი პატარაა, გამომდინარე იქიდან რომ ჩვენი ტერიტორიაც პატარაა და აბონენტების რაოდენობა შესაბამისად მცირე. პატარა დიდი ძალიან პატარა დიდი. პატარა დიდი გული. ძალიან მიხარია. სამაგერო ჩვენ ძალიან ხარისხიანი მომხმარებლები ყავს ქალბატონი ბარბარეც ესე გამტკიცებს ამ ყველაფერს. სულეთ მარჯანიშვილის თეატრი კორპორატიული. ძალიან მიხარია. მინდა აბსოლუტურად გამოვტყდე? გულწრფელად მეორე ნომერი ბილაინი მაქვს. აი ვიცოდი რომ ბევრი ვიყავით. იკა რამე თქვი, თორე არ ვიცი. თქვენ არ უნდა მაჩიკოთ რა ვიხუნდა უნიკალური ტელეფონი. უნდა მოგიტანო. იცი რა არის ჩვენ მელომანიაში სხვადასხვა გავეცით ეს აწიდაწი იქნება. ხო ეს სამომავლო გეკნა. მოგეთ გვინდოდა რომ ამ 168 მილიონ ადამიანს მეტი გაეგო ბილაინის შესახებ საქართველოში და საქართველოს შესახებ. ხა ჩაგვეტარებინა კონცერტი, ჩამოგვეყვანა ვარსკვლავი, ეს რა თქმა უნდა ძალიან დიდი ფუფუნებაა, ძალიან დიდ თანხებთან ჩდება და შესაბამისად გავსვათ რაიმე ორიგინალური მოგვაფიქრებინა რომ ყველაფერთვის დაგვემტკიცებინა თუ როგორი კრეატიული და ორგანიზებული ადამიანები ვართ და ვცხოვრობთ საქართველოში. აქედან გამომდინარე გადაწყეს მასობრივი ღონისძიების ორგანიზება, რომელშიც დაუკავშირდით გინესის წარმომადგენლებს და გვითხრეს რომ ესეთი რეკორდი უკვე არსებობს, რაც არ უცნაური იყოს. და რაში მდგომარეობს მე ისიც გითხარი. ყველაფერს მოვყვები. თვითონ რეკორდის შინაარსი არის ის, რომ გაკეთდება გიგანტური ზომის ტელეფონი, რომელსაც ექნება ეკრანი და შიგნით იქნება ბილაინის ლოგო და ეს იქნება შავ და ყვითელ ფერებში. ეკრანის რა თქმა უნდა, საკმაოდ რთული არის კონსტრუქციულად მისი, რომ წარმოიდგინოთ ჩვეულებრივი ტელეფონის მსგავსი იქნება ზემოდან თუ ზედხედით თუ დახედავთ. ეს ყველაფერი მოხდება ცოცხალი ჯაჭვის მეშვეობით, რა თქმა უნდა. ეს ყველაფერი მოხდება ადამიანების მეშვეობით, ვინც იქ მოვა იმ დღეს დაიჭერს. ანუ ცოცხალი ტელეფონი იქნება? ცოცხალი ტელეფონი იქნება, იმოძრავებს შავ და ყვითელ ფერებში. აი ამას დაიჭერს დიახ თავს ზემოთ, შავს და ყვითელს. ამის გაკეთება, ანუ მე ხეს საჭირო არ არის ქორეოგრაფია. ქორეოგრაფია საჭირო. საჭიროა რომ ამ ადამიანებმა იგრძნონ ესე იგი ის რითმი, როდის რანაირად როგორ მართო? გინესის განათლების კონსულტაციები მიღებული და მე მგონი არჩილიც ესე იგი რაღაც მომენტში ცეკვაცეკვით თუცა. ამამდე. არ დამიწყია პირდაპირ 500-დან 1000 კაცამდე არის დაკავებული და ალბათ ერთი ამას რეპეტიცია ჭირდება. ახლა პირველ დღესვე ეს არ გამოვა ვინ როდის რა. რაც შეეხება თვითონ სტრუქტურას
დამეთანხმებით იმაში, რომ საქართველოში ძალიან ბევრი კრეატიული ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ ყოველთვის გვიჭირს ხოლმე ორგანიზება, იმიტომ რომ ვართ რა თქმა უნდა, ვართ რაღაცის იმედზე, ვფიქრობთ, რომ ეს ესე გამოვა, ჩვენ შემთხვევაში ვცდილობთ, რომ ვიყოთ მაქსიმალურად ზუსტი, ანუ ადამიანი იქ რომ მოვა, მან ზუსტად უნდა იცოდეს, რა უნდა გააკეთოს. იმიტომ რომ 500-მა კაცმა რომ ეს თავის ნებაზე იფიქროს, რომ უი, არა, ესეა, ძალიან ცუდი შედეგისკენ მივალთ, მაგრამ ამისთვის ჩვენ ვართ სპეციალური ჯგუფი, ჩემი თანამშრომლებიდან შედგენილი, ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტს, მათაც Facebook-ის მეშვეობით გაიგეს ამ პროექტის შესახებ და გვეხმარებიან, ძალიან გვეხმარებიან, იმიტომ რომ მათ აქვთ გამოცდილება და აქედან გამომდინარე შეიქმნება ეს ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს კოორდინირებას. თუმცა აქ არის ერთი პრობლემა. ეს პროექტში ვინც არის ჩართული, ანუ Facebook-ის მეშვეობით ხდება იმ ადამიანების შერჩევა. ძალიან გვინდა რომ ყველამ გაიგოს, რომ ეს არის რაღაც შეიძლება გახდეს საქართველოს სავიზიტო ბარათი. ძალიან ბევრს უნახავს ალბათ ორენჯის კლიპი, რომელიც არის ლონდონში გადაღებული. ძალიან ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ნახვადი კლიპი არის ეს, იმიტომ რომ ზუსტად აქ არის საუბარი მასის ორგანიზებულ მართვაზე. ჩვენს გვინდა რომ ამ კლიპმა მოგვიტანოს ის შედეგი, რომ ბევრმა ადამიანმა დააშიაროს, როგორც სიტყვიან Facebook-ზე, ერთმანეთს აჩვენოს და ეს ვირუსული გზით გავრცელდეს თელ მსოფლიოში. გარდა ამისა, ამას აუცილებლად ნახავს ბილაინის 168 მილიონი აბონენტი მთელ მსოფლიოში და გარდა ამისა, საათაო ოფისიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან, მაგალითად კამბოჯადან და იტალიიდან გამოთქვას სურვილი, შეიძლება ჩამოვიდნენ ბლოგერები, ან თუ არ ჩამოვლენ, დაწერენ ამასთან დაკავშირებით. და ყველა ადამიანს, ვინც მიიღებს მონაწილეობას, წინასწარ ვთხოვთ, რომ ისინი იყვნენ დარწმუნებულები, რომ იქ იქნებიან აუცილებლად. ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ზუსტი რაოდენობა ადამიანების ჩვენ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ. იქ კეთდება სპეციალური კონსტრუქცია, თუ ვთქვათ ერთი ადამიანიც დააკლდა, შეიძლება რაღაც პრობლემა გამოიწვიოს. ჩვენ რა თქმა უნდა სარეზერვაციასაც ვაკეთებთ, მაგრამ იმედი გვაქვს იმ ადამიანების, ვინც ჩაერთვება, რომ მიხვდებიან ეს რამდენად მნიშვნელოვანია. ერთი წუთით მოგვაწოდეთ ეს ისინი, ყვითელი და შავი ფერის მუყაოები. ანუ ჩვენთან დავათვალიერებთ, ეს ეჭირება მაისურებსაც მოგცემთ, რომ მაისურები ეცმევათ რა თქმა უნდა ყველა მონაწილეს და ეცმევათ იქა შენც. ანუ ერთ-ერთი იქნება ვინ მაისური, აბარა. კოორდინაციას გაუწევს. ვინ როდის უნდა აწიოს ალბათ. ესეთი მაისური. ხო, ეს მაისური მაისური იქნება ეს. რომელიც გინესის რეკორდის მონაწილეობას დაამტკიცებს, რომ თქვენ გინესის რეკორდს. ანუ მე ხა ეს რო ჩავიცვა უკვე, მე გინესის რეკორდსმენი ვარ. ხარ, რა თქმა უნდა. თიკა მომენტი. ესე იგი შექმნიან დიდ ტელეფონს, რომელიც აკრიფავს, დარეკავს, თუ როგორ იქნება. ხო, ეს ვერ გაგზავნეს. ეს ცოტა სირთულესთან იქნება დაკავშირებული, მაგრამ იმოძრავებს. და ეკრანი? ეკრანიც არის წარმოიდგინეთ ისე ოთხკუთხედი ფორმის, რომელსაც შიგნით აქვს აი ბილაინის ლოგო შავ და ყვითელ ფერებში და ის არის მოძრავი, იმიტომ რომ რაღაც მომენტში ყველა ერთდროულად აწევს ამას ადამიანების რა თქმა უნდა. ყველაფერი აქ არის ზუსტად ამაზე. გათვლა რომ ეს ჩვენმა აბონენტებმა, რომლებიც მართლა ძალიან ბევრნი არიან და ძალიან მნიშვნელოვანია რომ აქტიურები არიან, იმიტომ რომ ჩვენმა Facebook-ის გვერდმა აჩვენა რომ არ გვპატიობენ არც ერთ შეცდომას, ყველა ჩვენს სიახლეს უყურებენ, ეს არის ჩვენს ძალიან მნიშვნელოვანი. და ეს 500-დან 1000 კაცი თქვენ უკვე დაითანხმეთ უკვე როგორ ეხლაც მიდის აპლიკაციების მიღება, ან თუ ვინმეს აქვს სურვილი შეუძლია რომ Facebook-ის გვერდზე შევიდეს და შეავსოს აპლიკაცია. ჩვენ გამომდინარე იმ ფაქტიდან რომ გვაქვს რაღაც კონკრეტული ვალდებულებები და თან ფინანსებთან არის დაკავშირებული, წინასწარ ვურეკავთ ყველას და ვამოწმებთ, იმიტომ რომ ძალიან რთულია სოციალური ქსელის მეშვეობით გააკონტროლო ის ადამიანები, ვინც მოვლენ, თუმცა მათთვის ეს არის ძალიან დიდი ბენეფიტი, იმიტომ რომ ერთმანეთს ხშირად იცნობენ Facebook-ის მეშვეობით, მოვლენ, აი ძალიან ისეთი აჟიოტაჟი ამასთან დაკავშირებით, მოვლენ ერთმანეთს ნახავენ, ერთ ჯგუფში ჩამწერე და რაღაცას გვეუბნებიან ხოლმე და ჩვენ ვცდილობთ რომ მათთვის ეს დღე იყოს გამორჩეული, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ გინესის რეკორდში შევლენ, გაკეთება ძალიან მაღალი პროფესიული კლიპი, რომელიც ამბიციურად თუ არ ჩამთვლით, მინდა რომ საქართველოს სავიზიტო ბარათიც გახდეს ამ მიმართულებით, როგორც ორგანიზებულობის და კრეატიულობის ნიმუში. რასაკვირველია, მე წარმატებებს გისურვებთ პირველ რიგში და რა მაინტერესებს, იცი, იმისაც რომ გინესის რეკორდი დამტკიცე, ალბათ აუცილებელი კომისია შედგეს ხო ამისთვის. ექსპერტები უნდა მოიწვიოთ თუ როგორ კეთდება ეს ყველაფერი. აქაც არის ორი გზა, თიკა მახსენა თავიდან და ამასაც ვიტყვი ორი სიტყვით, ანუ არის ორი ვარიანტი, რომ ახალი რეკორდი მოიფიქრო, რომელსაც შენ დადგამ, გაუგზავნო. თან მაშინ მე არ დაგაცადე თქვი რომ ეს დრო ჩავეძიოთ აღმოჩნდა რომ ყოფილა რაღაც გავსე და რა იყო ის და რა სხვაობა? ეს არის 102 ადამიანზე გათვლილი სამხრეთ ამერიკის სამხრეთ აფრიკის ერთ
ერთ-ერთ სოფელში სახანძრო დეპარტამენტმა რატო გადაწყვიტა მობილური შექმნა არ ვიცი, მაგრამ გადაწყვიტეს და შეასრულეს. ანუ ჩვენ შემთხვევაში 100 კაცი იყო ჩართული. 103-იც რო იყოს, უკვე ითვლება რეკორდი, მაგრამ ჩვენ ეს არ გვაწყობს, იმიტომ რომ ჩვენთვის თავარია მასშტაბურობა და დავინახოთ. დიდი გვინდა რომ იყოს ეს რეკორდი. რაც შეეხება არჩილის კითხვას, თვითონ ექსპერტებთან დაკავშირებით, აქაც არის ორი გზა. შეგიძლია ჩამოიყვანო მათი წარმომადგენელი და შეგიძლია აქ შეადგინო ექსპერტების ჯგუფი, რომლებიც აღწერენ თვითონ ამ რეკორდს, შემდეგ დაამტკიცებენ. საკმაოდ ძალიან მიხარია, რომ საკმაოდ მაღალი ნდობის ხარისხი აქვს გინესის წარმომადგენლობას, თქვათ ადგილობრივი ექსპერტების მიერ და იქ ჩამოწერილიც კი არის, რომ მსახიობები არ შედიან მაგ სიაში სხვათა შორის. აი ძალიან მაწყენი. ექიმები შედიან, რამდენიმე პროფესიის წარმომადგენელი მოგწერს და ძალიან კარგი იქნება თუ დაესწრებიანო და სხვა ჯერს არც PR-ის სპეციალისტები არ შედიან და რა არის, არ გვენდობა მე მგონი ეს კიდე. იცი რა, ეკითხვა ცალკე თემა არის. მე ცალკე თემა არის სასწავლო თემა მე აქ მოვალ დებატებით მოვიტან ესე. სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები შეიძლება რომ იყვნენ მოსამართლეები, ექიმები, ვისაც შეუძლია რომ მიიღოს როგორც ექსპერტს მონაწილეობა. ალბათ იციან რომ არ ქცალია. ალბათ. მაყურებელს რა უყოთ? რა ვქნა ხე ექიმები მოცილები არიან, ასე არა, მაგრამ შეუძლიათ გადადონ და ჩვენ აი სამი კიკილა გადავჭი. ნაფით საჯულებში მსახიობებს არა აქვთ უფლება მიიღონ მონაწილეობა ნაფით საჯულები რო. აი თემა შევცვალოთ. მოდი და მე ვიტყვი, მე დავსვავ შემდეგ კითხვას, რომ აი ვიცი რომ გინესის ისტორიაში ყოფილა მსგავსი ფაქტები, რომ აი რეკორდს დაუშვათ სხვადასხვა კომპანიები იყენებენ საკუთარ პრომოუშენისთვის, ხო? ალბათ ერთი მხრივ არის ამაში რაღაცა ესეთი კარგიც, ხო? იმიტომ რომ გარდა იმისა, ვინც არიან მომხმარებლები, კიდევ უფრო მეტ ხალხს გააცნობს თქვენი სერვისის შესახებ. რაც შეეხება ამ მიმართულებას, პრინციპში სიმართლე რომ ვთქვათ, აქედან გამომდინარე დაიგეგმა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ კომერციული კომპანია და ყველაფერს ვაკეთებთ იმ მიმართულებით, რომ მომხმარებელმა უფრო მეტი პოზიტიური ინფორმაცია მიიღოს ჩვენ შესახებ და მე მსოფლიოში არის პრაქტიკა, როდესაც ვთქვათ, ყველაზე მაღალი ადამიანი ხვდება ყველაზე დაბალ ადამიანს და ამას ასპონსორებს რომელიმე ერთი კომპანია. ესეთი ტიპის ამბები ყველას აინტერესებს. შეიძლება კარგად ძალიან საჭირო ინფორმაცია გავიგე. საჩუქრებს თუ გასცემს თქვენი კომპანია? რა თქმა უნდა, გარდა მაისურისა, ყველა მონაწილეს მიეცემა სერტიფიკატი, თუმცა მინდა აღვნიშნო, ეს არ არის გინესისგან გამოგზავნილი სერტიფიკატი, იმიტომ მათ ჯერ უნდა ნახონ, დააკვირდნენ რეკორდის მსვლელობას და შემდეგ გადაწყვიტონ. თუმცა მე დარწმუნებული ვარ, თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის იქედანაც დაყოვნება არ გვექნება. ეს იქნება ბილაინსგან სერტიფიკატი, რომ მიიღეს ღონისძიებაში მონაწილეობა და უფასო სასაუბროდ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა თეონა რომ იყავით ჩვენთან ერთად. ჩვენ რასაკვირველია წარმატებებს გისურვებთ. აქედან დავდგებით და ესე ვიდა ჩვენ რა შეგვეძლება მოგეხმარებით და ჩვენს მაყურებელს კიდე მინდა რომ დროები დავემშვიდობა ჩვენ ხვალ ისევ შევხვდებით იგივე არხზე იგივე დროს ჩვენ სამი ვიქნებით თქვენთან ერთად ასე რომ დროებით ხო საიდუმლო ინფორმაციაც არ გაგვწევთ შევხვდებით კარგად ყველამდე